და 90 თეთრი საარსებოდ საკმარისი არ არის. ასეთი პასუხი აქვთ მოქალაქეებს და ამბობენ, რომ გაუგებარია როგორ ითვლის საქსტატი ამ მონაცემებს, რადგან რეალურად ისინი თითქმის ყოველკვირეულად აწყდებიან გაზრდილ ფასებს. ამბობენ, რომ პროდუქტებზე ფასი ძალიან ხშირად იზრდება, იცვლება და ამიტომ გაუგებარია როგორ დაითვალა საქსტატმა 250 ლარი და 90 თეთრი მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მაშინ როდესაც ამაზე მოქალაქეების თქმით ყოველთვიურად ფასები იზრდება და ამას ამბობს ქართული ოცნებაც, რომ ფასები რეკორდულად დიდია სუპერმარკეტებში, ამის გამო შეიქმნა საგამოძიებო კომისიები და ასევე სუსიც იკვლევს ფასების ზრდის ტენდენციებს, რა იწვევს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სასურსათო პროდუქტები არ არის ერთადერთი, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ საარსებოდ, ყოველთვიურად ამბობენ, რომ არსებობს კომუნალური გადასახადები, სწავლის გადასახადი, ბინისქირის ხარჯები, რაც ასევე მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ და ამიტომ თვლიან, რომ 250 ლარი და 90 თეთრის დასახელება რეალობა საცდენილია. ერთი კვირის ადგილსაც ვერ შეიძენ. არარეალურია ნამდვილად. სხვა ხარჯებია. რა თქმა უნდა, იმდენი ხარჯია და ეს მარტო ჩვენ საკვებზე ხო არ არის საუბარი. ბავშვები ყავს 1000 გადასახადი, კომუნალური კიდე ცალკე და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არასერიოზული თანხაა ეს. 250 ლარი თეთრს გემკერ ორ კვირას. რაც არის, ეს არის ბრინჯი, ეს არის მაკარონი, ეს არის ზეთი და აი ასეთი რაღაცეები. რაც ოჯახს პირველ და მით უმეტეს ბავშვენ ოჯახს ჭირდება. აი ეს არის თავად და მე დანარჩენები კიდე ხო იცით რა რამდენი რამე კომუნალური ტრანსპორტი. ეგ უკვე მეორე ადგილზეა. უნდა წესიერი საკვები ნახოთ ჩამოდა, მაგას 250 ლარი ნამდვილად არაფერ არ აქვს. ხანდახან შარბალი უნდა ჩავიცვა, ხანდახან საროჩკა უნდა გამოცვალო ეს ყველაფერი და მე უნდა რო არ ყოფნის ეს უნდა მივიდეთ. აი ეს მეორე თანსაცმელობარი უწყისი ნახმარი და უნდა ჩავიცვათ ის და მოაჩა. ხო ყველას ყავს სახში და არ ვიცი ნორმალურად რო ყვება ძალიან მაღალი თანხები შეჭრდება ამ ყველაფერს. რა 250 ლარი დასკვნან და 250 ლარა თვითონ გამოიყვებნან. ყველა მოქალაქე ხედავთ რა ხდება საქართველოში. უბრალოდ თვალებს ხუჭავთ და ეგ არით რა. იმიტომ რომ კანონის სანამ არ კანონებს და სიმართლეს სანამ არ იქნება საქართველოში, ყველა ისევ იქნებით. როგორც მე პენსიონერი მარტო ძალიან ცოტაა. 370 გახდა ახლა 370 ლარი. ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ცხოვრება გაძნელ და გაჭირდა, რა ვიცი, გაძვირდა ყველაფერი. წამლებია, მედიკამენტებია, საკვებია, ნუ 1000 რაღაცაა კიდევ და შეუძლებელია ხა 250, ვინც თქვა იმასაც ძალიან კარგად ეცოდინება, რომ შეუძლებელია ხა საიდან უნდა იყოს 250 ლარი. შესაძლებელია ციფრებით მანიპულირება გვეუბნებიან ეკონომისტები და ამბობენ, რომ რეალურად ეკონომიკურ თემებს მიღმა არის მინიმალური, ამ შემთხვევაში საარსებო მინიმუმის დაცვა, უფრო მეტად პოლიტიკური საკითხია ვიდრე ეკონომიკური და შესაძლებელია პოლიტიკოსებმა საკუთარი განცხადებებისთვის გამოიყენონ ის მონაცემები, რასაც საქსტატი აქვეყნებს. უბრალოდ ამ კალორაჟის დათვლა და ამაზე აპელირება არის სრულიად არასწორი. ეს არანაირ მონაცემს და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ გვაძლევს. ჩვენ გვაქვს სასურსათო ინფლაცია დაახლოებით 2 ნიშნასთან ძალიან ახლოს, ხო, ამ რეალობაში, როდესაც მიზნობრივი ინფლაციასაც რეალურად აღემატება მნიშვნელოვნად, როდესაც ქვეყანაში არსებითად ეკონომიკური პარამეტრები არ შეცვლილა, ამ რეალობაში ცხოვრების რაღაცა ტიპის გაიაფებაზე საუბარი ზედმეტი არის და ეს ყველაფერი რაღაც გამოძიებო კომისიებით არ იმართება. ეს არ არის ეკონომიკური საკითხი. ეს არის პოლიტიკური საკითხი. საარსებო მინიმუმს ითვლიან იმ მინიმალური კალორიების მიხედვით, რომელიც ჭირდება ადამიანს, რომ გადარჩეს. პენსიონერებიც კი თავისი პენსიით ახერხებენ საარსებო მინიმუმისათვის საჭირო თანხის მოგროვებას და არსებობას. დაახლოებით ესეთი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მესიჯები რომ გაჟღერდეს საარსებო მინიმუმი სხვადასხვა ინტერპრეტაციებისათვის არის კარგი. ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან, რომ ის სტატისტიკა, რომელსაც საქსტატი ამ შემთხვევაში ავრცელებს, რეალურ ცხოვრებასთან ახლოს არ არის და რეალურ მოთხოვნებს, რაც ადამიანებს აქვს და ყოველდღიურად სჭირდებათ, არ ასახავს.